პატარა ბავშვის ძილი. პატარა ბავშვებში ძილის ციკლი ბევრად მოკლეა, ვიდრე ზრდასრულებში. ამიტომ სრულიად ნორმალურია, რომ პატარა ბავშვი ღამეში რამდენჯერმე იღვიძებს. ასევე ნორმალურია, რომ მას უჭირს დამოუკიდებლად ჩაძინება. და დაიმახსოვრეთ, დაბადებიდანვე არსებობენ ცოტა და ბევრი ძილის მოყვარულები. რამდენი ძილი სჭირდება პატარა ბავშვს? 1-დან 3 წლამდე ბავშვს საშუალოდ 24 საათში 11-14 საათის ძინავს, ღამის და დღის ძილი. 3-დან 5 წლამდე კი მას 10-13 საათი ესაჭიროება. ჩაძინებაში დასახმარებლად გახსოვდეთ 3 მნიშვნელოვანი რამ. პირველ რიგში ტვინს სჭირდება ბნელი გარემო. ამიტომ ბავშვის დასაძინებლად თავიდან ავირიდოთ ძლიერი განათება და არანაირი ეკრანი დაძინებამდე. შემდეგ სტრესის ან აღგზნების დონე არ უნდა იყოს მაღალი. სტრესის შესამცირებლად შეგვიძლია დავამშვიდოთ ბავშვი ერთი და იმავე ჩვეული რიტუალებით. დამშვიდების მცირე პაუზა, ზღაპარი, იავნანა და ჩახუტება. ზოგ ბავშვს სჭირდება მშობლის მკლავებში იტიროს ჩაძინების წინ. ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის ეს შეიძლება იყოს სტრესის განმოხტვის გზა, რათა უფრო მარტივად დაიძინოს. ჩვილმა ბავშვმა შეიძლება ძილში ცოტა იტიროს. როდესაც ძილის ციკლს იცვლის, აფორიაქება უნაყოფოა. არ იჩქაროთ, ასეთ შემთხვევაში დამამშვიდებელი ჟესტი საკმარისია და არ ვესაუბროთ ბავშვს ხმამაღლა. თუ ბავშვი ნამდვილად გაიღვიძებს და ტირის, მას დასამშვიდებლად დახმარება სჭირდება. უმჯობესია, რომ ჩვილს არ ვატიროთ, დავეხმაროთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თვითონ ხართ ძალაგამოცლილი ან გადაღლილი. ასეთ სიტუაციაში სჯობს თქვენი ბავშვი უსაფრთხოდ ტიროდეს თავის საწოლში და თუ ეს შესაძლებელია, დახმარება სხვა ზრდასრულ ადამიანს თხოვეთ. და ბოლოს, ბავშვის ოთახის ტემპერატურა არ უნდა იყოს ძალიან მაღალი. 19-20 გრადუსი საკმარისია. ჩვილი ზურგზე უნდა დავაწვინოთ, ბალიშისა და სათამაშოს გარეშე, ძილის ტომარაში, პლედის გარეშე, მყარ ლეიბზე. მარტივი ჩაძინებისთვის სჯობს ბავშვი დავაწვინოთ მაშინ, როცა ძილის ნიშნებს გამოავლენს, თვალებს იფშვნეთს, სცივა არის გაღიზიანებული. სწრაფად საწოლში ვუკრათ თავი. ბავშვის ძალიან ადრე დაწვენა, როცა მას ჯერ არ ეძინება, შედეგს არ მოიტანს. არსებობს რისკი, როცა ბავშვი ვერ ახერხებს დაძინებას და დაძინებას უსიამოვნო მომენტად მიიჩნევს. ბოლოს რჩევა. უმჯობესია ბავშვი ყოველ საღამოს დაახლოებით 1 საათ და იმავე დროს დააძინოთ. მაშინაც კი, თუ მეორე დილით ბაღში არ არის წასასვლელი. მათ რეგულარული რუტინა სჭირდებათ.